6 წლის ვიყავი, როდესაც ერთ დღეს წიგნში ნამდვილი ამბები, რომელიც უღრანი წლის ცხოვრებას აღწერდა, გადავაწყდი განსაცვიფრებელ სურათს. მახრჩობელა გველი რაღაც ცხოველს ყლაპავდა. აი იმ ნახატის ასლი. წიგნში ეწერა, მახრჩობელა გველები მსხვილს დაუღეჭავად კლაპავენ, 6 თვე ზინავ და ნადავლს ინელებენ. მაშინ ბევრს ვფიქრობდი ჯუნგლების თავგადასავლებზე და იმდენი ვეცადე, რომ ფერადი ფანქრებით ჩემი პირველი სურათი დავხატე. აი ისიც, ნახატი ნომერი 1. ჩემს შედევრს დიდებს წამდაუწვან თვალწინ ვუტრიალებდი და ვეკითხებოდი, ეშინოდათ თუ არა. ხუდმა როგორ უნდა შეგვეშინოს, უკვირდათ დიდებს. ჩემს სურათზე ხუდი კი არა, მახრჩობელა გველი ეხატა, რომელიც სპილოს ინელებდა. მაშინ გველი შიგნიდან დავხატე, რათა დიდები ახლა მაინც მიმხვდარიყვნენ. მათ ხომ მუდმივად ყველაფერი ხელის გულზე უნდა დაუდო. აი ჩემი ნახატი ნომერი 2. შინა თუ გაედან, მახრჩობელა გველების ხატვას გიჯობს გეოგრაფიას, ისტორიას, არითმეტიკასა და გრამატიკას მიხედო. მირჩიეს დიდება. აი, ასე დავასრულე 6 წლის ასაკში მხატვრის ბრწყინვალე კარიერა. დიდების საკუთარი ჭკუით ვერასოდეს ვერაფერს ხვდებიან. ბავშვები კი ამდენი ახსნა განმარტებებით იხლებიან. მან საქმეს უნდა დაუდგომოდი და მეც თვითმფრინავების მართვა ვისწავლე. მე კი ასე ვცხოვრობდი. მარტო სული და მესაიდუმლეც არავინ მეგოლებოდა. სანამ 6 წლის წინ ავარია არ შემემთხვა. სახარის უდაბნოში და მას არ შევხვდი. ბატკანი დამიხატე, გეთახვა. რაო? ბატკანი დამიხატე. მეხთაკრული ვისწამხდი, თვალები მოვიშვიდე. კარგად დავაკვირდი და უშნაური ბიჭურმა დავინახე, რომელიც დინჯად მომჩერებოდა. აი მისი პორტრეტი. რა თქმა უნდა, სილამაზით ჩემი ნახატი სინამდვილესთან ახლოსაც ვერ მივა. ჩემი ბრალი არ არის თავის დროზე დიამა ნახატი დამიწუნეს და 6 წლის ასაკში მხატვრობაზე ხელი არ ამღებინეს. მე ბატკანი არასდროს არ დამიხატავს. ამიტომ იმ ორი ნახატიდან ერთ-ერთი მახრჩობელა გველი დაუხატე. არა, მე გველში სპილო არ მithოვია. მახრჩობელა გველი საშიშია, სპილო კი ბევრ ადგილს იკავებს. ჩემთან ყველაფერი ისე პატარაა, ბატკანი მინდა დამიხატე. ხო, ამას დავხატე. ეს ავატყოფი ბატკანია, სხვა დამიხატე. ჩვენ ხომ ხედავ, ეს ბატკანი კი არა, ცხვარია, რქებია. ამ ბატკანსაც იგივე ბედი ერგო. ეს 5-ია. შენი ბატკანი ამ 5-შია. შევამჩნიე როგორ გაუნათდა სახე ჩემს ნორჩ საჯულს. ბიჭურმა დაიხარა და ნახატს დააწყერდა. არც ისე პატარაა, დახე ჩაეძინა. აი ასე გავიცანი პატარა პრინცი. კარგა ხანი მოვრუნდი იმის გაგებას, საიდან და როგორ მოვიდა პატარა პრინცი. თვითონ უამრავ კითხვას მისვამდა, ჩემსაც კი ყურსაც არ ათხოვებდა. საიდან მოდიხარ ბიჭუნა, ბატკანისად უნდა წაიყვანო? იცი, კარგად მოიფიქრე, ეს 5 ღამით სახლად გამოადგება. თუ კარგად მოიქცევი, თოქს და პალოს მოგცემ რომ დღისით დააბა. დააბა, ეს საიდან მოიტანე? თუ არ დააბი, წავა და დაიკარგება. მერე და სანამდე ივლის, მუდარდო ერთიც და პლანეტაა. თუ სულ პირდაპირ არა, შორს ვერ წავა. აი ასე გავიგე, მეორე მნიშვნელოვანი ამბავი. მისი მშობლიური პლანეტა სახლის ოდენად არ ყოფილა. არც განკვირვებია. ვიცოდი, რომ დედამიწის, იუპიტერის, მარსის და ვენერას გვერდით, რომლებსაც ადამიანებმა სახელები უბოძეს, ასობით სხვა პლანეტაცაა, რომლის დანახვა პლანეტიდანაც გაგიჭირდებათ. როდესაც ვინმე ასტრონომი ერთ-ერთ მათგანს აღმოაჩენს, მათ სახელს კი არ არქმევს, ნომერს აძლევს, მაგალითად ასტეროიდი 325. ეჭვი არ მეპარება, რომ ასტეროიდი B612 სწორედ ის პლანეტა იყო, სადაც პატარა პრინცი მოვიდა, რომელსაც 1909 წელს ვიღაც თურქმა ასტრონომმა მოხდა თვალი ტელესკოპში. საუბარში ახალ ამბებს ვიგებდი პლანეტის, იქიდან გამოგზავრების და მოგზაურობის შესახებ. მართალია, რომ ბატკნები ბუჩქებს ჭამენ? მართალია. ძალიან კარგი. გამოდის ბაობაბებსაც ჭამენ? აუხსენ, რომ ბაობაბი ბუჩქის სულებს არ არის. იგი ტაძარების ვებერთილა ხია და სპილოს მთელი ჯოგის წასხა, ერთ ბაობაბსაც კი ვერ შეჭამენ ბოლომდე. პატარა პრინცმა სამართლიანი ჩაჩნდა. სანამ გაიზრდება, ბაობაბი პატარაა, მაგრამ რა გინდა რომ შენმა ბატკნებმა პატარა ბაობაბები ჭამა? ვერ ხვდები? მართლაც. ისევე როგორც სხვა პლანეტებზე,
პატარა პრინცთანაც სახე ბალახის გვერდით სარეველა ხარობდა. კარგ ბალახს კეთილი თესლი ჰქონდა, სარეველას ბოროტი, მაგრამ თეს თვალით ვერ დაინახა. დედამიწის იდუმალებაში თვლებს, სანამ გაღვეძება არ მოეხუშტურება. თუ სარეველა შენიშნე, რა წამს იცნობ, ძირშივე უნდა მოთხარო. ასე რომ პატარა პრინცის პლანეტაზე საშინელი თესლიც იყო. ბაობაბს ხელი იმ წამსვე თუ არ მოუთავენ, მერე ვეღარაფერს გახდება. მთელ პლანეტას მოედება. თუ კი პლანეტა პატარაა, ბაობაბი კი ბევრი, პლანეტა შეიძლება გაიხრიჭოს. ახლა დამოყრილი ბაობაბი ვარდის ბოჭს წააგავს. ამიტომ რა წამს გამოარჩა მყისვე უნდა ამოგლიჯო. პატარა პრინცო, მეოთხე დღეს როგორც იქნა ჩავწვდი შენი სევდიანი ცხოვრების საიდუმლოს. ჩემ პლანეტაზე საკმარისია, სკამს რამდენიმე ნაბიჯით ადგილი მოუნაცვლო და მზის ჩასვლას რამდენჯერაც. სურს იმდენჯერ იხილავ. ერთ დღეს 44 ვნახე. იცი, ისევ და თუ შემოგაწვა. მზის ჩასვა შეიყვარებ. პატარა პრინცის პლანეტაზე მუდამ ხარობდნენ უბრალო ყვავილები. ერთი წყება ფურცელი ჰქონდათ. დიდ ადგილს არ იკავებდნენ და არც არავის აწუხებდნენ. ბალახებში თავს ამოყოფდნენ და საღამოს უჩინარდებოდნენ. ერთი ყვავილი კი ერთ დღეს არსაიდან მოსული თესლიდან იშვა. პატარა პრინცი თავს ევლებოდა სხვებისგან გამორჩეულ ღეროს. პრანჭია ვინმე გახდათ. სწორედ ეს ყვავილი იქცა მისთვის ის ერთადერთი. ათასობით ვარსკვლავს შორის ობლად ჩაკარგული ყვავილი თუ შეყვარე. ვარსკვლავის ხილვა ბედნიერად გექცევა. შენთვის ფიქრობ, ჩემი ყვავილი სხვადღაც იქ არის, მაგრამ თუ კი ბატკამა ყვავილის შეჭამა, შენთვის ყველა ვარსკვლავი ერთბაშად ჩაგრება. ფიქრობ, პატარა პრინცი გადაფრეთ ფრინველებს წამოყვა. იმ დილას პლანეტა მოაწესრიგა, მოქმედ ვულკანის ჭვარტელი მოაშორა. ერთი ჩამქალი ვულკანიც ჰქონდა, მაგრამ ხშირად უთქვამს, ვინ იცის, როდის რა მოხდებაო? ხო და იმასაც მიხედა, კარგად გაწმენდილი ვულკანი ნელა სვენებით სუნთქვას და ამოფქვევისას აღარ გეშინია. როდესაც უკანასკნელ მორწყვა ყვავილი და ხუფის დახურვა დააპირა, ცრემლები წასკდა. მეგობრი დავიწყება და დიდი სევდა ქვეყნები არ არსებობს. პატარა პრინცი ასტეროიდების მხარეში აღმოჩნდა და მათ მიმოხილვას შეუდგა. პირველ პლანეტაზე მეფე ცხოვრობდა, მეწამულსა და სიასამოში გამოწყობილი. უბრალო, მაგრამ დიდებულ ტახტზე ბრძანდებოდა. აი, კიდევ ერთი ქუჩებრდობი. პატარა პრინცი საიდუმლოს ცუდნოდა, რომ მეფისთვის სამყარო ერთო მარტივია, მაგრამ ვკითხო, ყოველი ადამიანი მათი ქვეშევრდომია. თქვენ აუდიდებულესობავ, მიმართა მან მეფეს. მოპატიეთ, რომ კითხვას გიბედავ. გიბრძანებთ შემეკითხოთ. თქვენ აუდიდებულესობავ, რისი მეფე ბრძანდებით? ყველაფრის. ყველაფრის? ვარსკვლავებიც გემორჩილებიან? რა თქმა უნდა, თქვა მეფემ, უყოფანოდ მემორჩილებიან, ურჩობას ვერ ვიტან. მზის ჩასვლის ნახვამს სურს. მოწყალება მიიღეთ, უბრძანეთ მზეს ჩავიდეს. მე რომ გენერალს უბრძანო, პეპელასაუთ ყვავილიდან ყვავილზე გადაფრინდი მეთქე და მან ჩემი ბრძანება ყურად არ იყოს, ჩვენ შორის რომელი იქნება დამნაშავე, თითოეულ წისу და დავალო, რისი გაკეთებაც შეუძლია, გაგრძელა მეფემ. თუ სხვებისგან მორჩილებას ითხოვ, შენთვის ჭკუას უნდა მოუხმო, მე მხოლოდ გონიერ ბრძანებებს ვიძლევი და მორჩილებასაც ამიტომ ვითხოვ. შენი პლანეტაზე ლოთი ცხოვრობდა. მასთან ხან მოკლეს სტუმრობამ პატარა პრინცს გული ატკინა. რას ამკეთებ? კითხა ლოცი, რომელიც მდუმარე დიჟდა, ცარიელი და სავსე ბოთლების წინ. სვა, რატომ სვა? რა დავივიწყო? რა უნდა დაივიწყო? კითხა პატარა პრინცმა, რომელსაც გულში სიბრალული შეებარა. რომ სხვენია, აღია ლოთმა და თავი ჩაქინდრა. ვისი გცხვენია? რომ სვა. მესამე პლანეტას ბიზნესმენი ფლობდა. საქმეებით ისე იყო დაკავებული, რომ პატარა პრინცის გამოჩენაზე თავიც არ აუწერდა. გამარჯობა, მიესალმა პატარა პრინცს. 12-12, 5-15. ხო, გაგიმარჯოს. 15-7. როგორც იქნა, ესე იგი 501,622,721. 500 მილიონი რა? რა და ამდენ ვარსკვლავს ვფლობ? კი, მაგრამ როგორ შეიძლება ვარსკვლავს ვფლობდე?
ვიცია ვარსკვლავები. ხო და გამოდის ჩემი ყოფილა, რადგან ჩემამდე ეს აზრი არავის მოსვლია თავში. პატარა ფურცლზე დავწერ ამ რიცხვს. შემდეგ იმ ფურცელს უჯრაში ჩავკეტა. მე ერთ ყვავილს და 3 ვულკანს ვფლობ. თქვა მან. ყვავილს ყოველდღე ვწყავ, ვულკანებს ყოველ კვირას ვთავებ. მათ შორის ჩამქრალსაც. ასეთი მოულა პატრონობა. ვარდისთვისაც სასარგებლოა და ვულკანებისთვისაც. შენ კი ვარსკვლავებს არაფრად სჭირდები. ენესმენო ვერაფერი უპასუხა. მეოთხე პლანეტა სხვებისგან განსხვავებით ისე ციცქნი იყო, რომ ერთ ფანარს და ერთ მეფანას ძლივს იწევდა. მეფანე ფანარს ანცებდა და მალევე აკამდა. გამარჯობა, რატომ ჩავთრე ფანარი? განკარგულება, უპასუხა მეფანემ. გაგიმარჯოს. რას ნიშნავს განკარგულება? ფანრის ჩაქრობას, საგმშვიდობისა. და ახლა რატომ ანთე? განკარგულება. ამას რა დიდი გაგება უნდა. გიბრძანებენ და უნდა გააკეთო. განკარგულებაა დილამშვიდობისა. საშინელი ხელობა. ადრე კიდე ხო, რაღაც აზრი ჰქონდა. დილით ვაქროვდი და საღამოს ვანთებდი. დღისით ვისვენებდი, ღამით კი ვიძინებდი. განკარგულება შეცვალეს? საქმეც ის არის, რომ განკარგულება არ შეუცვლიათ. წლიდან წლამდე პლანეტა ბრუნვას უმატებს. განკარგულება კი იგივე რჩება. უცნაურია. შენთან დღე 1 წუთს გრძელდება? უბედურებაც ეს არის. ჩვენ უკვე 1 თვეა საუბრობთ. შემდეგი პლანეტა დედამიწა იყო. რა უცნაური პლანეტაა? გაიფიქრა პრინცმა, გამომშრალი წვეტიანი მლაშე ადამიანებს წარმოსახვის უნარი აკლიათ. მე ყვავილი მყავდა, სიტყვის თქმას არ მაცლიდა. ქვიშაში, კლდეებსა და თოვლში დიდი ხნის ხეტიალის შემდეგ პატარა პრინცი, როგორც იქნა, გზაზე გავიდა. ვარდების ბაღში აღმოჩნდა და გულზე ნახველი შემოაწვა. გაახსენდა, როგორ განήκი მისი ყვავილი. სხვა ჩემისთანა ყველგან არ არსებობს. არა და დახე, აგერ ერთ ბაღში 5000-ია. ერთმანეთისგან ვერ გაარჩევ. მე ესეც გაიფიქრა. მე მგონია ჩემი ყვავილი ამ ქვეყნად ერთადერთი და განუმეორებელი იყო. და ჩვეულებრივი ვარდი ყოფილა. ერთი ყვავილი, 3 ჯუჯა ვულკანი, თანაც ერთი სამუდამო ჩამქრალი. ვერაფერი სიმდიდრეა. ბაღზე გაწვა და ატირდა. სწორედ მაშინ წამოადგა თავს მელა. ვინ ხარ? იკითხა პატარა პრინცმა. ძალიან ლამაზი ჩამქრალი. მელა ვარ. თქვა მელა. მოდი ვითამაშოთ. შესტავაზა პატარა პრინცმა. მოვიწყენე. ვერ გეთამაშები. უთხრა მელა. მოშინაურებული არ ვარ. ახლა შენ ჩემთვის 1000 თანატოლისგან არაფრით გამორჩეული ერთი პატარა ბიჭი ხარ. მე შენ არ მჭირდები. შენ მე არ გჭირდები. შენთვის სხვა 100,000 მელასგან არაფრით განსხვავდები. მაგრამ თუ მომეშინაურებ ერთმანეთი დაგვჭირდება. შენ ჩემთვის ამ ქვეყნად ერთადერთი გახდები. მეც ერთადერთი ვიქნები შენთვის. ძალიან მიხარია თვითმფრინავის ნაწილი რომ იპოვე. დღეს მე შემბრუნდები. დაიმახსოვრე ღამით ზედას რომ შეხედავ. მოგეჩვენება რომ ყველა ვარსკვლავი იგიღემეს. რადგან გეცოდინება რომ ერთ ვარსკვლავზე მე ვცხოვრობ და ვიცინი. ღამე რომ მოვა, ცასახედე. მე ვარსკვლავებს დავუტოვებ სიცილს. და შენ როცა გაიღემებ, იფიქრებ. ალბათ, ის აქ არის. და მართალიც იქნება. მე არ საწავსოა. უბრალოდ სხვა გზით დავუბრუნდი ჩემს ყვავილთან. One, two, three, four. Ba-da-da-dee-doo-doo-da, ba-da-da-doo-da, ba-da-da-dee-doo-doo-da,
pas, suis-moi, là où le schlibou. Suis-moi, on y est ou presque, suis-moi, là où rien ne presse, suis-moi, et v'là que nous y voilà. Ta-da-di-dou-dou. Sport